მოდით მივმართოთ ციური მანანის სასწაულს, რომლითაც ღმერთი კვებავდა ისრაელს მათი უდაბნოში ყოფნის პერიოდში. სასწაული ყოველთვის დროებითია. მაშინ, როდესაც ერთხელ გამოთავისუფლებული კურთხევა მუდმივია. ყველაზე ხანგრძლივი დროებითი სასწაული ბიბლიაში მანანის სასწაულია, რომლითაც ღმერთი ისრაელს კვებავდა 40 წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ ხანგრძლივი დროებითი სასწაულია. სასწაულების უმრავლესობა საკმაოდ მოკლე დროს მოიცავს. მაგალითად, როდესაც იესო ნავესძემ უბრძანა მზესა და მთვარეს გაჩერება, ისინი გაჩერებულნი იყვნენ 1 დღის განმავლობაში. ეს რეალური სასწაული იყო. ჩვენთვის ცნობილ ბუნებრივ კანონებზე ამაღლება. მე არ მესმის როგორ მოხდა ეს. არ ამგონია დედამიწას შეეწყვიტა ბრუნვა. ასე რომ მომხდარიყო ზღვები და ოკეანეები ნაპირებს გადმოვიდნენ. არავინ იცის როგორ მოიმოქმედა ღმერთმა ეს და არც მე შემიძლია ამის ახსნა. იმიტომ რომ ღმერთი არა ვარ. არ ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება რომ მოხდა. მე მჯერავს რომ ეს სასწაული იყო ისე, როგორც ბიბლია აღწერს, მაგრამ ეს დროებითი მოვლენა იყო 1 დღის განმავლობაში. იესო დადიოდა წყლის ზედაპირზე. პეტრე მიარა წყლის ზედაპირზე, მაგრამ ეს არ ხდებოდა მუდმივად. არ იყო ხანგრძლივი ქმედება, არამედ საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში მოქმედება. იესომ გაამრავლა საკვები და 5000 ადამიანი დააპურა. ეს მოხდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. და ამის შემდეგ მოგროვებული პურის ნაჭრები რომ აგეღოთ და დაგეწყოთ მათი გატეხვა გამრავლების მოლოდინით, არაფერი გამოვიდოდა. ეს არ ხდებოდა მუდმივად. ეს იყო მოკლევადიანი სასწაული. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სასწაული დროებითია და ხანგრძლივობით შედარებით მოკლე დროში მოქმედი. მანანის სასწაული იყო ყველაზე ხანგრძლივი სასწაული ღმერთის სიტყვაში მოყვანილ სასწაულთაგან. მიუხედავად ამისა, მანანა არ იყო უხვად. არ იყო უფრო მეტი, ვიდრე საჭიროება მოითხოვდა. ძალიან მოკლე დროის განმავლობაში იყო მისი გამოყენება საჭირო. ისრაელიანები ისე დაიღალნენ, რომ ამბობდნენ, მოგბეზრდა ეს ციური პური, ჩიოდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვავდნენ. შედეგად, ათასობით ადამიანი დაიღუპა ღვთის მსჯავრისა და რისხვის შედეგად. ერთადერთი, რაზეც ჩიოდნენ, მანანა იყო. სასწაულები არ გამოირჩევიან ისეთი სიუხვით, როგორითაც კურთხევა. დავუბრუნდეთ იესო ნავინის მეხუთე თავს. მინდა ეს განსხვავება წარმოგიდგინოთ. იესო ნავინის მეხუთე თავი, სადაც უდაბნოში მოგზაურობა თავდება და ისრაელიანები ემზადებიან აღთქმულ მიწაზე დაბინავებას. ღმერთი აძლევს მითითებებს იესო ნავინისძეს. იესო ნავინის მეხუთე თავი მეცხრე მუხლიდან და უთხრა უფალმა იესოს, დღეს მე მოგაშოროთ ეგვიპტის სირცხული, რის გამოც იმ ადგილს დღემდე ეწოდება გილგალი. და დაიბანაკეს ისრაელის ძეთ გილგალში და შეასრულეს პასექი თვის მე-14 დღეს, საღამოს იერიხოს ველებზე. და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს. და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს. ეს იყო მანანის სასწაულის დასასრული. მანანა მოდიოდა ყოველდღიურად, კვირაში 6 დღე 40 წლის განმავლობაში. ბოლოს და ბოლოს დასრულდა. სასწაულები ყოველთვის დროებითია. სასწაული არის ბუნებრივი კანონზომიერებების დროებითი შეჩერება და შეცვლა. მაგრამ ღმერთის განზრახვა არასოდეს ყოფილა ბუნებრივი კანონზომიერებების უგულებელყოფა. თვით ღმერთმა შექმნა ეს კანონზომიერებები. შეხედა საკუთარ ქმნილებას და შეაფასა, რომ კარგია. და ღმერთი არასოდეს არ არის განწყობილი ბუნებრივი კანონზომიერებების დარღვევისაკენ. მინდა რამოდენიმე ილუსტრაცია წარმოგიდგინოთ. მაგალითად, თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც 200 კილოს ოდენობით
ჭარბი წონა აქვს და აქედან გამომდინარე უამრავი პრობლემები გაქვთ. ბუნებრივია, რომ ვერ გრძნობთ თავს ენერგიულად და ღონიერად. იმიტომ რომ დიდი ძალა და ენერგიაა საჭირო ამოდენა წონის გადაადგილებისათვის. არ იქნებოდა გონივრული გეფიქრათ, რომ ზურგის პრობლემები გაქვთ. წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივმა ადამიანმა ზურგზე რომ 200 კილოიანი შტანგა ან განტელები წამოიკიდოს და ასე იაროს მთელი დღეები, წელიწადი ან 2 წელიწადი. ეძინოს ამ წონით და როდესაც გვერდზე გადაბრუნება ან ადგომა უნდა, დამატებითი 200 კილო მოძრაობაში უნდა მოიყვანოს. თუ ასე მოიქცევით, გარანტირებული გექნებათ ზურგის პრობლემები. და როდესაც ჩემთან მოხვალთ ამ პრობლემით და ამავე დროს 200 კილოზე მეტი წონით, იმის გამო რომ თქვენ არ შეგიძლიათ 200 კილოსაგან მყისიერი განთავისუფლება, მე არ შემიძლია ვუბრძანო ჭარბ წონას თქვენი დატოვება. მე შემიძლია ვილოცო თქვენზე და თქვენთან ერთად, რომ ღმერთმა ზურგის განგურნება მოგცეთ. მჯერავს, რომ ღმერთმა შეიძლება ეს სასწაული მოახდინოს, იმიტომ რომ უნდა მოხდეს ბუნებრივი კანონზომიერებების შეჩერება და შეცვლა. ღმერთმა არ შეგვქმნა იმისათვის, რომ 200 კილო ჭარბი წონა გვეტარებინა, მაგრამ ღმერთი მოყვარულია და სიყვარულის გამო შეიძლება სასწაული მოახდინოს. თუმცა ეს იქნება ბუნებრივი კანონზომიერებების დროებითი შეჩერება. თუ გააგრძელებთ ბუნებრივი კანონზომიერებების დარღვევას, ჭარბ წონას შეინარჩუნებთ და პირიქით დაიმატებთ, ზურგის პრობლემები ისევ დაგიბრუნდებათ. სასწაული შეიძლება გამოსავალი იყოს მაშინ, როდესაც გარკვეული არასწორი მოქმედებების გამო საკუთარ თავს ტკივილები მიაყენეთ. მოხდა სასწაული და ტკივილები სადღაც გაქრა. ან თქვენი ნაცნობი ადამიანი ეწევა, მაგალითად მთელი ცხოვრების განმავლობაში, რის შედეგადაც ფილტვების კიბო გაუჩნდა. წამს, რომ ღმერთმა შეიძლება სასწაული მოახდინოს და ზებუნებრივად განკურნოს ასეთი ადამიანი. მაგრამ თუ ის გააგრძელებს ბუნებრივი კანონების დარღვევას, ისევ დაუბრუნდება ფიზიკური პრობლემები და მოუწევს ახალი სასწაულის მოლოდინი. მაგრამ თუ თქვენ კრიზისულ სიტუაციაში ხართ, ექიმები ამბობენ, რომ 24 საათის სიცოცხლე დაგრჩათ და აღარა გაქვთ იმის დრო, რომ ცხოვრების წესი შეიცვალოთ, ღმერთის სიტყვას ჩაუჯდეთ და ღმერთის კურთხევებში სიარული ისწავლოთ, მაშინ შესაძლოა სასწაული ერთადერთი გამოსავალია. მაგრამ ვიტყოდი, რომ თუ ამის რაიმე საშუალება არსებობს, უმჯობესია ცხოვრების წესი შეიცვალოთ. მოწევას თავი დაანებოთ და მიჰყვეთ ღმერთის სიტყვის დარიგებებს, თუ როგორ უნდა მოვუაროთ საკუთარ სხეულს. მაშინ შეძლებთ განკურნების მიღებას, არა სასწაულის გზით, არამედ იმ ბუნებრივი კურთხევით, რომელიც ღმერთმა თქვენ სხეულში განათავსა. კურთხევები ამოქმედდებიან და თავისუფლებას მოგიტანენ შექმნილი პრობლემებისაგან. კურთხევის უპირატესობა იმაშია, რომ როდესაც დაიწყებთ მისით ხელმძღვანელობას, ის არ შეწყდება და არ დაილევა. კურთხევა არ მოდის და არ მიდის ისევ. სასწაულია დროებითი. კურთხევა მუდამ უხვია. მაგალითად, როდესაც ისრაელიანებმა ქანაანის მიწაზე შედგეს ფეხი, ღმერთი შეჰპირდა, რომ აკურთხებდა ამ მიწას, რომ ამ მიწაზე რძე და თაფლი იდინებდა. 40 წლის განმავლობაში ისინი მანანით იკვებებოდნენ, რაც თავისთავად სასწაული იყო. მაგრამ როდესაც მათ აღთქმულ მიწაზე ფეხი შედგეს, კურთხევის სიუხვეში მოხვდნენ. კურთხეული იყო ყოველგვარი ხილი და ბოსტნეული, ყველაფერი, რაც ქანაანის მიწაზე იზრდებოდა. შეადარეთ ეს პატარა მანანის კვერს. ეს კვერი, რა თქმა უნდა, სასწაული იყო, იმ მხრივ, რომ 7-დან 6 დღის განმავლობაში ჰქონდათ. ზოგიერთი თვლის, რომ ეს შემთხვევითი მოვლენა იყო, პარადოქსი, რომელიც 40 წლის განმავლობაში მხოლოდ უდაბნოში ხდებოდა. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ მანანა შვეიცარიული საათივით ყოველ შაბათს წყდებოდა. ეს სასწაული იყო ღმერთისაგან. როგორც კი მზე ამოდიოდა, მანანა ორთქლდებოდა და ქრებოდა. ეს ნამდვილად სასწაული იყო. მანანა ძალიან მსუყი უნდა ყოფილიყო და ყოველ საჭირო საკვებ ელემენტს უნდა შეიცავდეს. მისგან დამზადებული თაფლაკვერი იყო ძირითადი რაციონში, რომლითაც ხალხი 40 წლის განმავლობაში თავს ირჩენდა. სავარაუდოდ ცუდი გემო არ უნდა ჰქონოდა. არ იყო უსარგებლო როგორც საკვები. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ყოველდღე ერთი და იგივე მეორდებოდა წლების განმავლობაში, ხალხს მობეზრდათ ეს. შეადარეთ ეს სიუხვეს ქანაანის მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა.
მიწა იმდენად პროდუქტიული იყო, რომ როდესაც ისრაელის მსტოვრები დაზორვიდან ბრუნდებოდნენ, ორ კაცს ჭოგზე დაკიდებული ყურძნის ერთი მტევანი მოჰქონდათ. მტევანი საკმაოდ დიდი იყო, დაახლოებით 150-180 სანტიმეტრის სიგრძის. წარმოიდგინეთ, თვითონ ვაზი რამხელა იქნებოდა, რაოდენი სიუხვე იყო. შეადარეთ ღმერთის კურთხევა ღმერთის სასწაულს. არ იფიქროთ, რომ სასწაულის მნიშვნელობას ვამცირებ. როდესაც კრიზისულ მდგომარეობაში ხართ და სასწაული გესაჭიროებათ, სხვა გზა არ გაქვთ, არც დრო გაქვთ საკმარისი ღმერთის კურთხევების თანახმად მოქმედებისა, ამ შემთხვევაში სასწაული საუკეთესო გამოსავალია. თუ ასეთი სიტუაციის საზღვრებს მიღმა გავალთ, ღმერთის საუკეთესო გზა ჩვენთვის მის კურთხევებში სიარულია, როდესაც არც კი გვექმნება სასწაულის საჭიროება. ნახოთ ადრე გამოყენებული ფრაგმენტი წმინდა წერილებიდან. იესო ნავინის მეხუთე თავი, სადაც საუბარია მანანის სასწაულის დასასრულზე, რომელიც 40 წლის განმავლობაში კვირაში 6 დღეს ჩნდებოდა. მეხუთე თავის მე-11 მუხლიდან. და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს. დაუფიქრდეთ, ხალხი, რომელიც აღთქმულ მიწაზე შევიდა, იესო ნავინის ძისა და ქალების გარდა 20 წლის ასაკამდე არ იყვნენ მისულნი, როდესაც ისრაელიანებმა შესწოდეს და არ ირწმუნეს ღმერთისა. რიცხვთა მე-13 თავი. 20 წლის ასაკიდან და ზემოთ უდაბნოში მოკვდნენ. ეს ნიშნავს, რომ ამ შეწოდებიდან 40 წლის შემდეგ ყველაზე უფროსის ასაკი იყო 60 წელი. იესო ნავინის ძისა და ქალების გარდა. უმრავლესობა ამ ასაკზე უმცროსი იყო და ისინი 40 წელი მანანით იკვებებოდნენ. ქანანის მიწაზე შესულთა უმრავლესობა 40 წელზე ახალგაზრდა იყო. ისინი დაიბადნენ უდაბნოში ყოფნის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მანანის გარდა არაფერი ეჭამათ. ისინიც კი, რომელიც შეწოდებისას 20 წელზე ნაკლები ასაკისანი იყვნენ და 40 წელი გაატარეს უდაბნოში, ცხოვრების დიდ ნაწილს მანანით იკვებებოდნენ. ყოველი ადამიანი, რომელიც ქანაანის მიწაზე მოხვდა, 40 წლის განმავლობაში მანანით იკვებებოდა. მნიშვნელოვანია მათი გადმოსახედიდან შევხედოთ სიტუაციას. ეს ხალხი ყოველდღე 40 წლის განმავლობაში მანანით იკვებებოდა და როდესაც აღთქმულ მიწაზე შევიდნენ, ღმერთმა უთხრა, რომ ამიერიდან ამ მიწის ნაყოფებით შეძლებდნენ კვებას. და როდესაც იგემეს ნაყოფები, მანანა უეცრად შეწყდა. დღეს იყო და ხვალ უკვე აღარ არის. ღმერთი არ ყოყმანებდა, შეეწყვიტა მანანა თუ დაეტოვებინა. საკითხი გადაწყვეტილი იყო. დღეს კიდევ იქნება მანანა, ხვალიდან კი ამ მიწის ნაყოფები. უმრავლესობა ამას მისაღებად ჩათვლიდა და ყურადღებას ქანაანის სიუხვეზე გადაიტანდა. მაგრამ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ხალხი კი დიდად არ შეიცვალა 1000 წლეულების მანძილზე. ვიტყოდი, რომ ზოგიერთ ებრაელს უდაბნოში ჰქონდა მუდამ უკმაყოფილო და ბუზღუნა ხასიათი, ისევე როგორც ზოგიერთ მორწმუნეს აქვს დღესდღეობით. ჯერავს, რომ ებრაელთა შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, მე არ წავალ და არ დავიწყებ ამ მიწის ნაყოფების აკრეფვას, არ დავიწყებ თესვას, ხეების გასხვლას, ნაყოფების მოგროვებას, ხორბლის მოსავლის აღებას, პურის ცხობას. ჩემი საჭიროებები ზებუნებრივადაა დაკმაყოფილებული. უკვე 40 წელია, რაც გამოვდივარ და ვაგროვებ ჩემს საკვებს, რომელსაც ღმერთი მიგზავნის ზეციდან. მე ცხოვრობდი და ვიცხოვრებ ღმერთის ზებუნებრივ სასწაულებში. ამიტომ არ ვაპირებ ბუნებრივში დაბრუნებას. გარანტიას გაძლევთ, რომ ზოგიერთ ებრაელს სწორედ ასეთი რეაქცია ჰქონდათ. მათ სავარაუდოდ უარყვეს ბუნებრივი კანონზომიერებები, მათში დაბრუნება და მეორე დღეს გამოვიდნენ მანანის მოსაგროვებლად.
იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთი დღეს უარზია იმოქმედოს ბუნებრივ კანონზომიერებებში. მათ უნდათ, რომ ყოველივე ზებუნებრივად ხდებოდეს. არის პირდაპირი კავშირი ამ მაგალითისა იმასთან, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელიც ყველაფერში ზებუნებრივის მოლოდინში არიან. როდის გაიელვებს, როდის დაეცემა მეხი, როდის გაისმის ღმერთის სმენადი შთამბეჭდავი ხმა. იცით, თუმცა ასეთი გამოვლენები ხდება და ღმერთი რეალურად ახდენს სასწაულებს, ვფიქრობ, რომ ასეთი მსოფლმხედველობა საშიშია. შეიძლება ასეთ მოლოდინში ღმერთის მშვიდი ხმა უყურადღებოდ დატოვოთ. გამოგეპაროთ ღმერთის უზრუნველყოფა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მისი კურთხევის შედეგად ბუნებრივი გზებით მოდის, მაინც უდავოდ ღმერთის უზრუნველყოფაა. დაუფიქრდით, როდესაც თესავთ თესლს, ხედავთ როგორ იზრდება მცენარე, როგორ გამოიღებს ნაყოფს ასმაგად მეტს, ვიდრე თქვენ დათესეთ. განა ეს ღმერთისაგან არ არის? ერთის მხრივ შეიძლება ითქვას, რომ სასწაულია, მაგრამ სინამდვილეში სასწაული არ არის, იმიტომ რომ არ ხდება ბუნებრივი კანონზომიერებების შეცვლა-შეჩერება. ეს ყოველივე ბუნებრივ კანონზომიერებებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ეს ზებუნებრივი ბუნებრივი კანონზომიერებებია, ღმერთის მიერ დაარსებული. ეს სულ ისევ ღმერთის უზრუნველყოფაა, მაგრამ უბრალოდ ბუნებრივი გზით მოედინება. ხშირად ხალხი არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ როგორ იზრდებიან ხეები, როგორ მოდის ხილბოსტნეულის მოსავალი და ვერ აღიქვავენ ამას ღმერთის უზრუნველყოფად. იმიტომ რომ ეს არ არის ზებუნებრივი უზრუნველყოფა ღმერთისაგან. ძალიანაც ბუნებრივად გამოიყურება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს სულ ისევ უზრუნველყოფაა. ზოგს მაინც მანანა უნდა. არ სურთ ბუნებრივი უზრუნველყოფა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივი უზრუნველყოფა ბევრად უხვია, უფრო ხანგრძლივია და ღმერთის რჩეული მეთოდია ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. კურთხევა ძირითადად დაკავშირებულია სიტყვებთან. როდესაც ღმერთის კურთხევაზეა საუბარი, იგულისხმება ღმერთის კეთილგანწყობა, რომელიც გამომჟღავნდა მის მიერ გამოთქმულ სიტყვებში. კურთხევა მხოლოდ ის არ არის, რასაც ღმერთი ფიქრობს, ან რასაც ღმერთი გრძნობს ჩვენს მიმართ. ღმერთის კურთხევა ყოველთვის მისი სიტყვებით გამოიხადებოდა. ნება მიბოძეთ დაგანახოთ კურთხევის ძალა, დაბადების მე-12 თავი. ნახოთ აბრაამის ცხოვრება, მეორე მუხლიდან. ღმერთი მოევლინა აბრაამს და უთხრა და გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ანუ კურთხევა დაკავშირებულია კეთილმოსურნეობის გამოთქმასთან. მაშინ, როდესაც წყევლა პირიქით ავსიტყვიანობასთან. ღმერთი ეუბნება აბრაამს, გაკურთხებო და ამ სიტყვებით გამოხატავს მის კეთილგანწყობას აბრაამის მიმართ. გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. და ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს და იკურთხება შენით დედამიწის ყველა ტომი. მიაქციეთ ყურადღება, რამდენჯერ იყო გამოყენებული სიტყვები გაკურთხებ და კურთხეული, მხოლოდ ამ ორ მუხლში. როდესაც ღმერთი პირველად გამოეცხადა აბრაამს, მასთან ურთიერთობა დაიწყო სიტყვებით: მე გაკურთხებ შენ, ჩემი კურთხევა შენზეა, გაკურთხებ შენ და გაქცევ კურთხევად შენი ხალხისათვის. აქ არ მინდა დიდხანს გავჩერდე. იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ სანამ ვიღაცისათვის კურთხევად იქცევი, მანამ შენ თვითონ უნდა იყო კურთხეული. არ შეგიძლია იმის გაცემა, რაც არ გაქვს. ამიტომაც ამბობს ღმერთი, მე გაკურთხებ შენ და გაქცევ კურთხევად შენი ხალხისათვის. შემდეგ კი ვაკურთხებ შენს მოკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს. ამას ყოვლისშემძლე ღმერთი ეუბნება აბრაამს და არა მხოლოდ მას ეუბნება, არამედ აგრძელებს და იმეორებს მისი შთამომავლობისათვის. ეს იყო კურთხევა, რომელიც მიეკუთვნა მთელ ებრაელ ერს. იმდენად მიამიტი არა ვარ, რომ გამართლებულად ჩავთვალო ყოველი საქციელი ებრაელი ხალხისა. მე მიყვარს შეერთებული შტატები, მაგრამ არ ვთვლი, რომ ყოველი ჩვენი ქმედება მართალი და სწორია. ვერ დავიჯერებ ამ ქვეყანაზე 100%-იანი მართალი ერის არსებობას. თავს ამით ვერ მოვიტყუებ, მაგრამ ღმერთის ნათქვამიდან გამომდინარე, ვიტყვი, რომ არსებობს კურთხევა ებრაელი ხალხისა უკვე 1000-ობით წელიწადი. დაახლოებით 4000 წლის შემდეგ, რაც ღმერთმა ეს გამოუთქვა აბრაამს. არ ვიცი, ახდენს თუ არა ეს თქვენზე რაიმე შთაბეჭდილებას. ჩემთვის შთამბეჭდავია. ღმერთის კურთხევა
მისი გამონთავისუფლების შემდეგ შეუძლებელია რომ გაუქმდეს. თქვენ ვერ შეძლებთ მის გაუქმებას, ვერც ვერავინ სხვა. შეიძლება მისი შეჩერება, თუ რწმენას შეწყვეტთ. სხვა ვერაფერი შეაჩერებს. ეს ჩემთვის კურთხევის ძალის ილუსტრაციაა. ღმერთმა დაიწყო მისი კეთილგანწყობის გამომჟღავნება აბრაამისადმი. არა იმიტომ, რომ აბრაამისთან ღვთისმოსავი მეორე არ იყო მსოფლიოში. ღმერთისაგან კურთხევის მიღებისთანავე იმ ქვეყანაში გვალვა დადგა. აბრაამმა ეგვიპტეს მიაშურა, რათა დროებით თავი გაეტანა, სანამ გვალვა მორჩებოდა. როდესაც იქამდე მიაღწია, ნათქვამია, რომ 75 წლის იყო დაბადების მე-12 თავის მეოთხე მუხლში. მისი ცოლი მასზე 10 წლით უმცროსი იყო, 65 წლისა. და როდესაც ეგვიპტეს მიუახლოვდნენ, თავის ცოლს უთხრა მე-11 მუხლიდან. და როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, აბრაამმა უთხრა თავის ცოლს სარაის: ვიცი, შესახედავად რა ლამაზი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან, მისი ცოლიაო. მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. ისე თქვი, ვითომ ჩემი და ხარ, რათა კარგად მომეპყრონ შენს გამო და გადავრჩი შენი წყალობით. ეს სამარცხვინო საქციელი იყო. როდესაც ასეთ რამეს კითხულობთ წმინდა წერილებში, ტრადიციებსა და კულტურაში განსხვავების გამო, ვფიქრობთ, რომ ეს დიდ რამეს არ უნდა ნიშნავდეს. არა, ეს საშინელი საქციელი იყო. აბრაამი მზად იყო საკუთარი თავის გადასარჩენად ცოლის ხვისთვის დაეთმო, რომ სხვას ემრუშა მასთან. ეს არასწორი იყო მაშინ და არასწორია დღეს. ფარაონმა მაშინ სარაი წაიყვანა და საკუთარ ჰარამხანაში განთავსება დაუპირა. იცით რა მოხდა? ღმერთი ჩაერია, ძილში გამოეცხადა ფარაონს და მსჯავრი დასდო. მაგრამ ვინ იყო დამნაშავე სინამდვილეში, აბრაამი თუ ფარაონი? მიუხედავად ამისა, ღმერთმა ფარაონი გაამტყუნა. და არა იმიტომ, რომ ის აბრაამზე უარესად მოიქცა, არამედ იმიტომ, რომ აბრაამი ღმერთის კურთხევის ქვეშ იყო. ღმერთის კეთილგანწყობა იყო აბრაამზე. კურთხევის ძალა უსასრულოდ დიდია, ვიდრე სწორი საქციელის ძალა. ვერ ვიტყვი, რომ იმ სიტუაციაში აბრაამის საქციელი იყო სწორი. მჯერავს, რომ არასწორი იყო და ღმერთმა იცოდა ეს. მაგრამ ღმერთის კეთილგანწყობა იყო აბრაამზე. და ამიტომ მსჯავრი ეგვიპტის მეფეს დასდო და არა აბრაამს.